ბიზნეს კვლევების სახლის ახალი კვლევა საქართველოს საზღვაო პოტენციალზე და შემუშავებული რეკომენდაციების სექტორისთვის. რა არის საჭირო მეზღვაურთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის და როდის შეიქმნება დასაქმების ერთიანი პორტალი. საზღვაო სექტორზე ვსაუბრობთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩემი თანაწამყვანი ჯიპას კანცლერი და ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილია. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენს კითხვებს კი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი უპასუხებს. ქალბატონ თამარ, გამარჯობა და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. თამარ, დიდი მადლობა, ჩვენ დღეს მოგვიწია რამდენიმე საათიანი საუბარი ზუსტად აღნიშნული კვლევის ირგვლივ. თქვენ როგორ შეხედავდით ბიზნეს კვლევების სახლის აი ამ წარმოდგენილ კვლევას, რომელიც საზღვაო ინდუსტრიას შეეხებოდა და რა ძირითად ასპექტებს გამოყოფდით და მე გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, აქცენტის გაკეთება მინდა, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იყო დასაწყისი, ესე უყურებდით და დღესაც ესე ითქვა. ძალიან პროდუქტიული სამითვე იყო და ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გქონდა გიორგი დღეს ჩვენ ზუსტად 3 თვის წინ სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნეს კვლევების სახლთან და პირადად თქვენთან ერთად პირველ სამუშაო შეხვედრაზე შევჯერდით, რომ საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის პოტენციალზე და სამომავლო პერსპექტივებზე ასე ვთქვათ ინდუსტრიის სრულმასშტაბიანი კვლევა განხორციელდებოდა. შესაბამისად დიდი მადლობა პირველ რიგში მკვლევარებს სავაჭრო სამრეწველო პალატას და პირადად თქვენ ასე მოკვლევადაში დადებული შედეგისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა ჩვენთვის, როგორც ტექნიკური მარეგულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად კვლევა ვფიქრობ, რომ საშუალებას მოგცემს გვერდიდან დავინახოთ საზღვაო ინდუსტრია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს მომავალი საქმიანობის კარგად დაგეგმვაში და საბოლოოდ დარგის განვითარებაში და მინდა აღვნიშნო, რომ დარგისადმი ინტერესის გამოხატვისთვის მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ასე ვთქვათ განვიცდით ნაკლებობას. საინტერესოა თქვენი შეფასებით ჩატარებული ახალი კვლევა რა გავლენას მოახდენს დასაქმების მიმართულებაზე, როგორ დაგეხმარებათ დასაქმების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია კვლევაში აღნიშნული საკითხი, რომ აუცილებელი არის ზოგადად პროფესიების დივერსიფიცირება და სანაოსნო პროფესიებზე მაქვს საუბარი, სანაოსნო პროფესიების დივერსიფიცირება და ასევე მეზღვაურების როლის გაძლიერება და მეზღვაურთა რაოდენობის გაორმაგება. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ დღეს 12000-ზე მეტი მეზღვაური გვყავს, რომელთა წვლილი წლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე კონსერვატული გათვლებით 9 მილიარდი ლარია. შესაბამისად, თითო ლარი ჩადებული სწორედ საზღვაო განათლებაში და შესაბამისად სანაოსნო ინდუსტრიაში ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ეკონომიკურ ეფექტს მისცემს ზოგადად ქვეყანას. და სულ რამოდენიმე ასე ვთქვათ მნიშვნელოვან ფაქტორს მოვიშველიებ, ასე ვთქვათ, ამის დასაბუთებაში. ეს არის პირველი ის, რომ სოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტი სწორედ ზღვით გადაიზიდება, ასევე როგორც აღვნიშნე, ჩვენი მეზღვაურების წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდია და ამის გაორმაგება და გასამაგება შესაბამისად უფრო დიდ ეფექტს მოიტანს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროფესიულად ძლიერი, კომპეტენტური და ორგანიზებული საზღვაო ტრანსპორტის განვითარება საქართველოში ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია. სავალდებულო საარჩევნო რეკლამაზე უნდა გავიდეთ, არ გადართოთ, რამდენიმე წუთში ისევ ეთერში ვართ. ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერშია, ვსაუბრობთ საქართველოში საზღვაო სექტორის პერსპექტივაზე. ქალბატონ თამარ, საინტერესოა განათლების მიმართულება ბათუმის საზღვაო აკადემიის შემდეგ, როგორც ვიცით, პროფესიული კოლეჯი იხსნება ფოთში. რითი იქნება ის განსხვავებული და რა შესთავაზებს განსაკუთრებულს მომავალ მეზღვაურებს და ზოგადად განათლების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ? ზოგადად საზღვაო განათლების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია და საერთო ჯამში 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განვითარებისათვის. დღეს აკადემიაში ჩვენ საზღვაო განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი ღებულობს და შესაბამისი კვლევის შედეგად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ფოთში ფართოვდება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ინტენსიურად მიდის დღესაც ასე ვთქვათ საზღვაო სასწავლებლების შენობის რეაბილიტაცია და ძალიან მალე საქართველოს ექნება ორი საზღვაო საგანმანათლებლო ქალაქი. ფუნდამენტური საზღვაო მეცნიერებები დარჩება ბათუმში და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ხოლო ფოთის ფილიალში ჩვენ განვავითარებთ პროფესიულ მიმართულებას და ფოთის ფილიალი უფრო მეტად ორიენტირებული იქნება სანაოსნო პროფესიების განვითარებაზე, რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოში რეალურად განვითარებული არ არის. ეს კვლევა ცხადყო და შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ გვესაჭიროება როგორც სანაოსნო სექტორში, ასევე საპორტო სექტორში ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი კადრები იმისათვის, რომ შესაბამისი საქმიანობები განვავითაროთ. ძალიან ასე ვთქვათ ძალიან მოკლე პერიოდის წინ, ერთი კვირის წინ ვფიქრობ, როგორც მახსოვს, მთავრობის გადაწყვეტილებით საგადასახადო შეღავათები დაუწესდა სანაოსნო ინდუსტრიას და შესაბამისად ეს იქნება ბიძგი იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს მსგავსი ტიპის საქმიანობები და შესაბამისად ჩვენ შევძლოთ, რომ ფოთის სასწავლებლით უკვე მივაწოდოთ ინდუსტრიას შესაბამისი ფოტოშორის კვლევაშიც გქონდა, მაგრამ ვერ მოვასწარით, მთავრობამ დაგვასწრო კვლევას, რა შეიძლება ასე ითქვას. ეს ერთ-ერთი მიმართულებად გქონდა. ნამდვილად ესე იყო და როდესაც განხილვაც მიდიოდა, თქვენი რჩევაც იყო და რეკომენდაციაც, როგორც ასე ვთქვათ, სასწავლებლის გაფართოვება, ასევე საგადასახადო შეღავათების შეთავაზება ინდუსტრიისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საზღვაო ქვეყანა და შესაბამისად პრაქტიკას რო გადავხედოთ და ყველა იმ წარმატებულ იურისდიქციებს, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ, ამ სექტორში წარმატებულები არიან, ვნახავთ, რომ ყველგან დაწესებულია შესაბამისი შეღავათები და ჩვენ კონკურენციას ვერ უწევდით ვერცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით ჩვენ შევაჯერეთ, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი საერთაშორისო პრაქტიკა და დღეს უკვე ვთავაზობთ საერთაშორისო კომპანიებს და ასევე ადგილობრივ კომპანიებს პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ და შესაბამისად ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა პროფესიონალი კადრები და ამისათვის არის საჭირო სწორედ ფოთის საზღვაო სასწავლებელი, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება. ძალიან კარგი. ერთი ნაწილი კიდევ ნიკამ დაიწყო და მერე საარჩევნო, ასე ვთქვათ, რეკლამამ გაგვჭრა, ასე ვთქვათ, გაგვაჩერა ამ საუბარში. დასაქმების პორტალის შესახამაზე ჩვენი ნაწილიც იყო, ასე ვთქვათ, რეკომენდაციის ნაწილი და როგორც ვიცი, ვთქვათ, აი რას მოიცავს, როგორ იქნება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ გაბნეულია, შეიძლება ასე ითქვას, მეზღვაურთა დასაქმების ნაწილი და თითქოს ერთიანი აღრიცხვას გარკვეული ტიპი აღრიცხვას შეფასებას გარკვეული ტიპის პრობლემა აქვს. ანუ აი ამ მიმართულებით როგორი გეგმება, იმიტომ რომ ფაქტია, ვინც უმეტეს დღევანდელ დროს კორონავირუსის პერიოდში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ზრუნავთ მეზღვაურთა დასაქმებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის ის გადმონიცხვები, რომელიც მეზღვაურების მხრიდან ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ბევრ შემთხვევაში ობიექტური შეზღუდვები გვაქვს. თქვენ სწორი ბრძანდებით და ზოგადად ესეთი ასე ვთქვათ, აი ეს საგადასახადო შეღავათებით, რომელიც დაწესდა დღეს რომელიც დაწესდა ამ ბოლო პერიოდში სანაოსნო კომპანიებისთვის, ესეც შეუწყობს ამას ხალხს. თუმცა პორტალზე რო გადავიდეთ და პორტალზე რო ვისაუბროთ, მანამდე აუცილებელია რომ ვისაუბროთ თქვენი რეკომენდაციების შესაბამისად საზღვაო შრომის კონვენციის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც მოგცემს, ასე ვთქვათ, ფუნდამენტს იმისათვის, რომ სწორედ ღირსეული დასაქმება შევთავაზოთ ჩვენს მეზღვაურებს. მე ძალიან მახარებთ, რომ კვლევის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ მეზღვაურთა შრომის უფლებების გაუმჯობესება და საზღვაო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებაა და შესაბამისად სწორედ ის კონვენცია, რომელიც ვახსენე, ძალიან მალე დაინიციირდება ჩვენგან და ვფიქრობ, რომ 2021 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე უნდა დავნერგოთ შესაბამისი სტანდარტები ამ მიმართულებით. ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ განვავითაროთ ის ვებ-პორტალი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთი წლის წინ დავამუშავეთ, ეს არის ქართველი მეზღვაურებისთვის, ქართველი მეზღვაურების დასაქმებისთვის, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს მეზღვაურებს ასაქმებენ. ესეთები არიან საკრუინგო კომპანიები, შესაბამისი წესები დღეის მდგომარეობით ისინი არიან, მათ შეუძლიათ, რომ ნებაყოფლობითი აღიარება აიღონ სააგენტოდან, ანუ ტექნიკური მარეგულირებისგან. თუმცა სწორედ საზღვაო შრომის კონვენციის დანერგვის შემდგომ ეს გახდება სავალდებულო და
შესაბამისი სტანდარტების მიღების შემდეგ შეეძლებათ მეზღვაურების დასაქმება და აქ ერთი ნაწილი ბოდიშით გაგაწყვეტინათ, ერთი ნაწილი რაზეც მინდოდა ასევე გამომახვილებინა ყურადღება, რადგან ცოტა დრო გვაქვს, რომ დღეს სხვათა შორის ეს ზუსტად დისკუსიის დროს წარმოიშვა ძალიან ისეთი საკითხი, რომელიც რეკომენდაციებშიც იყო ნაწილობრივ, მაგრამ უფრო სრულყოფილად, რომ ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, განმავითარებელი ერთი ასოციაცია შეიძლება რამდენიმეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი ძლიერი ასოციაცია არსებობდეს, იმიტომ რომ თითქოს და ეს არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ პროფკავშირი, ხო, რომ ძლიერი ხმა იყოს წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ სფეროზე. ჩვენ როცა სხვა ტიპის გადაცემები გვაქვს, ყველა ტიპის ბიზნეს ასოციაცია არსებობს და რომლებიც ძლიერად იცავენ საკუთარ პოზიციებს და თითქოს აი ამ ნაწილში ეს მოიკოჭლებს თქვათ და აი იქნებ თქვათ აი ამ ნაწილზე თქვენი შეხედულება როგორია, იმიტომ რომ დღეს ძალიან კარგად ვისაუბრეთ ამ ნაწილზე და თქვენი მოადგილეთ საუბრობდა და ნუ მე მგონი რომ შესაძლებელია რომ აქ მაქსიმალურად ინდუსტრიასთან თანამშრომლოთ. სრულად გეთანხმებით გიორგი, იმიტომ რომ ის ინიციატივები, რომელიც ზოგადად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან მოდის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინდუსტრიის ხმა და ინდუსტრიიდან ასე ვთქვათ, მიღებული რეკომენდაციები და ასევე ის ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც მოგცემ საშუალებას, რომ ერთად განმავითაროთ ეს სფერო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ შეიქმნას მსგავსი ტიპის ორგანიზაცია და ჩვენ ამაზე ყოველთვის ვუსვავდით ხას ამას. იქიდან გამომდინარე, რომ აი, სწორად გამიგეთ, ოპონირების მიმართულებით ჩვენ კრიტიკოსი არ გვყავს დღეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ამ მიმართულებით ასოციაცია ჩამოყალიბებულიყო და ჩვენ გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ერთად ვითანამშრომლოთ და განვავითაროთ. ამისათვის ვფიქრობ, რომ პალატასთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გასაგებია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, იმედია მომავალში იქნებით ჩვენი სტუმარი დაგემშვიდობებით.